თავდაპირველად დავიწყოთ საქართველოს პროკურატურის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის გვერდზე. აქ საუბარი არის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე და სწორედ საქართველოს პროკურატურას არის მზად, რომ ითანამშრომლოს მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ოჯახის წევრებთან და ისინი ამბობენ, რომ იმ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც ამ დროისათვის საგამოძიებო უწყებას აქვს, მათ შორის იმაზე, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და იმ კვალიფიკაციაზეც ისაუბრებენ, თუ რა კვალიფიკაციით მოხდა მოქალაქეების არასრულწლოვნების პატიმრობაში გაშვება, თუმცა გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ამბობენ იმას, რომ მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან ეს არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად ამ განცხადებაში ამ მთავარ კითხვაზე პასუხები არ წერია, შესაბამისად გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეხვდებიან, რადგან ამბობენ, რომ აქამდე ისინი არაერთ პროკურორს შეხვდნენ, თუმცა მათ მიერ დასმული კითხვები ამ დრომდე არის პასუხგაუცემელი. ხვალ ზუსტად 4 საათზე არის დაგეგმილი საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები სიმართლის დასადგენად საპროტესტო აქციებს მართავენ. ხვალაც იგივე მოთხოვნით შეიკრიბებიან გენერალურ პროკურატურასთან და სწორედ ამ აქციიდან ზუსტად ერთი დღით ადრე საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ეს განცხადება, თუმცა გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ ის იბრძოლებს ბოლომდე სიმართლის დასადგენას, რადგან ამბობს, რომ მთავარი ორგანიზატორი, რომელმაც შეუკვეთა მისი შვილის მკვლელობა ამ დრომდე თავისუფლებაზეა. ეს სიცხვილო ხალხი როგორ მალაპარაკებს, ჩემი შვილს მიკლავენ ყოველ წამიერად. თვალწინ მე ამას რომ ვამბობ, ხალხო, კი ვცდილობ ვიყო გაწონასწორებული, მაგრამ ძნელია, მე ჩემი შვილის სიკვდილს ვხვევი, ამბებადი მაყოლებენ. მელაპარაკოს ის პროკურორი, ვისაც ჯერა რომ მუჭის, ერთი დარტყმით მოკლავენ 28 წლის ახალგაზრდას. მე არ ვენდობი მაგათ, მე შევხვდები მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს. არ ვენდობი არავის. მე შევხვდი ლუკა გამყრელიძეს 4 საათი ველაპარაკე და 4 საათი რამდენი კითხვა დაუსვი, იმდენი ფურცეზე მოინიშნა. იმდენი ფურცეზე მოინიშნა და არც ერთი პასუხი დღემდე არ მიმიღია. წინა სააქციოდ რო გაახსენდათ, შეხვედრა 22 დეკემბრიდან 8 იანვრამდე არ ქონდათ დრო. რა არ გააკეთეს მე იმის მოსმენა მინდა. 10 რას აპირებენ მე იმის მოსმენა მინდა, როცა 4 პირია დაკავებული ერთ საქმეზე. ეს როგორ არ არის ჯგუფური? გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 არასრულწლოვანი დააკავეს, თუმცა ავალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავარი ორგანიზატორები, რომლებმაც შეუკვეთეს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა, ამ დრომდე არიან თავისუფლებაზე, შესაბამისად ისინი ამ პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ და ასევე ითხოვენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან დანაშაული არის ჯგუფურად ჩადენილი.